15 იანვარს 15 საათიდან დამსაქმებლები და დასაქმებულები საყოველთაო გამაფრთხილებელ გაფიცვას შეუერთდნენ, როგორც ორგანიზატორები აცხადებდნენ, პროტესტის მიზანი საზოგადოებისთვის იმის ჩვენება იყო, თუ რა ელის საქართველოს იზოლაციის პირობებში. გამაფრთხილებელ გაფიცვაში მონაწილეობდნენ ბიზნესის წარმომადგენლებიც, არა მხოლოდ დედაქალაქში, არამედ თბილისის გარეთაც. გაფიცვას შეუერთდა ქუთაისში მდებარე რესტორნების ლილესთან და გალაც. რა მნიშვნელობის არის მსგავს ინიციატივებში ბიზნესის ჩართულობა და ზოგადად როგორია ბიზნესის პოზიცია მიმდინარე მოვლენებთან დაკავშირებით, თემაზე საუბარს ობიექტების ლილესთან და გალას დამფუძნებელთან ლილე მაღლაფერიძესთან ვაგრძელებთ. ლილე, მოგესალმებით, მადლობა თქვენი დროისთვის. მოგესალმებით, მივესალმებით თქვენს მაყურებელს, დიდი მადლობა მოწვევისთვის. ლილე, უპირველესად მინდა გუშინდელი დღე შევაფასოთ თქვენ როგორც ბიზნესის წარმომადგენელს. რა იყო თქვენი სათქმელი და რატომ შეუერთდა ეს ობიექტები, ჩამოთვლილი ობიექტები ამ პროცესს? დიახ, ჩვენი ორივე რესტორანი შეუერთდა ამ პროცესს, საყოველთაო გაფიცვას და ბუნებრივია ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანი არის, რომ ის ორი მთავარი მოთხოვნა, რაც არის განსაზღვრული, რომ გათავისუფლდეს პოლიტპატიმრები, მოხდეს სამართლიანი ახალი არჩევნების ჩატარება, ძალიან მნიშვნელოვანია, ამით ჩვენ გამოვხატეთ ჩვენი მხარდაჭერა აქციის მონაწილეების მიმართ და ჩვენი პროტესტი იმ არაჯანსაღი პროცესების მიმართ, რაც დღეს ქვეყანაში მიმდინარეობს. ლილე, ჩვენ ხედავთ, რომ ეს უწყვეტი პროტესტი, რაც ახლა ხდება, მხოლოდ დედაქალაქს არ მოიცავს და რეგიონები, მათ შორის ქუთაისიც აქტიურად ერთვება ხოლმე პროტესტში. რა განწყობა ახლა მან, როგორ შეფასებდით, მათ შორის მოქალაქეების განწყობას, რა რეალობა არის ახლა ქუთაისში? მდგომარეობა უკიდურესად რთულია, თუ კი თქვენ გულისხმობთ ამ შემთხვევაში, როგორც ბიზნესის წარმომადგენლებს, ბოლო 20 წელიწადია აქტიური შეხება მოქვს ბიზნესებთან, იმიტომ რომ 15 წელი საბანკო სექტორში მუშაობდი და პირდაპირ კომუნიკაცია მქონდა საშუალო მცირე და დიდ ბიზნესებთან, 4 წელია რაც უკვე კერძო ბიზნესს წარმოვადგენ. ესეთი ბუნდოვანი მე არასდროს არ მახსენდება მომავალი, რთულია რაიმე დაგეგმო, რაიმეზე ფოკუსირდე, ძალიან ბუნდოვანი მდგომარეობა გვაქვს, ვერანაირი გეგმა შეუძლებელია ხარ რაიმე დაგეგმო და რაღაც მომავლის პერსპექტივებზე ვისაუბროთ, თუ როგორ განავითაროთ ჩვენი საქმიანობა. განწყობაც ესეთია შესაბამისად ბიზნესის წარმომადგენლებისგან. კი ბატონო, ლილე, როგორ ფიქრობთ, რატომ არის მნიშვნელოვანი, რომ ამ პროცესებში ბიზნესიც იყოს აქტიურად ჩართული და ბიზნესის ხმაც, პოზიციაც მათ შორის იყოს მკაფიო? იმიტომ რომ მე ვფიქრობ, თუ კი ქვეყანა დარჩა იზოლაციაში, ეს გამოიწვევს ძალიან მნიშვნელოვან ცვლილებებს, ეკონომიკური განვითარება არ იქნება, შესაბამისად ბიზნესი ძალიან დაზარალდება ამ კუთხით და მე ვფიქრობ, რომ ოპერირებასაც ძალიან ბევრი შევწყვეტ და რაღაც ალტერნატიულ ადგილებს ძებნას დავიწყებთ, საიდანაც ოპერირების გაგრძელებას შევძლებთ. მე პირადად ბოლო დროს არაერთხელ მიფიქრია ამაზე. და სამწუხაროდ ეგ არის ყველაზე კრიტიკული ალბათ და საბოლოო გადაწყვეტილება ყველაზე უარეს შემთხვევაში და იმედი მაქვს, რომ რაღაც მოლაპარაკებები დაიწყება და რაღაც პროცესი გაჯანსაღდება და განვითარდება უკეთესობისკენ. წინა სადღესასწაულო პერიოდები ჩავიარეთ ყველა დღესასწაული და ეს პერიოდი არის ხოლმე ბიზნესისთვის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი პერიოდი დეკემბრის თვის გულისხმობ, როდესაც პრინციპში ყველა ბიზნესი იქნება ეს მცირე მეწარმე, შედარებით საშუალო მსხვილი ბიზნესები ახერხებენ ხოლმე ყველაზე მაღალი შემოსავლების მიღებას და ყველაზე დატვირთულად მუშაობენ. ლილესთან და გალას შემთხვევაში როგორი რეალობის წინაშე დადექით, როგორ ჩაიარა ამ წინა საახალწლო და შემდგომ უკვე დღესასწაულების პერიოდმა, დეკემბრის თვეს გულისხმობ. დიახ. ნახეთ, დეკემბრის პირველი ნახევარი იყო საკმაოდ რთული, თუმცა მეორე ნახევარი დააკომპენსირა, იმდენად უკეთესი იყო, გააუმჯობესა, ძალიან ბევრი კორპორატული ღონისძიება და ივენთი, რა თქმა უნდა, გაუქმდა და ვერ ჩავატარეთ, ჰქონდა უამრავი ჯავშანი. სტატისტიკურ ჭრილშიც ახლა რომ ვატარებთ 2024 წელს და 2023 წელს, ჩვენ გვაქვს 27%-იანი კლება ფულადი ნაკადების შემოგინებასთან მიმართებაში. ვერ ვიტყვი, იცით, 4 წელია ახლა მე თვითონ ვაკვირდები, როგორ ვითარდება ბიზნესი. ყოველი წლის დეკემბერი ჯობია წინა წლის დეკემბერს. წელს იგივე ციფრები არ დავიფიქსირდა. ხო, არ არის ნამდვილად კარგი სურათი.
კი ბატონო, რა რეალობის წინაშე დააყენა ამ ბიზნესი, იმიტომ რომ უკვე ეს დეკემბერი აძლევს ხოლმე ძირითადად სტიმულს ბიზნეს შემდგომი თვეების დაგეგმის და მათ შორის შემდგომი ეს თქვათ ფინანსების განსაზღვრის და შემოსავლების განსაზღვრის. ახლა რა რეალობის წინაშე დგას ბიზნესი? რეალურად ამ მომენტში ვახერხებთ იმას, რომ პერსონალს ვინახავთ, ვახერხებთ ხარჯების, ანუ საოპერაციო ხარჯების გასტუმრებას. თებერვალი კიდევ უფრო რთული თვე არის ნებისმიერი ბიზნესისთვის და მათ შორის სარესტორნო ბიზნესისთვის, რომელიც აი ამ გრძნობიარეა, უფრო რთული თვეა. რთულია რაიმე დავკეკმოთ, იცით, აი მომდენო ერთი თვის პროგნოზის გაკეთებაც ისეთი არის რა. აი არ ვიცით რა იქნება და როგორ. ძალიან ხო ვერ ვიტყვი რომ ესეთ დადებითად გესაუბრებით, ძალიან ნეგატიურად ვარ განწყობილი სამწუხაროდ. კი ბატონო. მის ეს პრინციპში საერთოა ეს განწყობა. გვაქვს სრულად ბუნდოვანი, თუ კი რაიმე არ შეიცვალა რაღაც უკეთესობისკენ რა. მიღმა იმ გამოწვევებისა, რაც არის დღეს, მინდა 2024 წელი შევაფასოთ ობიექტებისთვის. როგორი იყო სხვა დანარჩენი თვეები, რამდენად მოახერხეთ დასახული გეგმების განხორციელება და რამდენად მოახერხეთ მათ შორის ზრდა. როგორ შევაფასებდით 2024 წელს ორივე ობიექტის ჭრილში მინდა ვისაუბროთ. დიახ, მეორე ობიექტს აქვს ერთწლიანი გამოცდილება, შესაბამისად ამ ეტაპზე სჯობს რომ ვისაუბრო ლილესთან, თუ კი შედარება აქვს საანალიზო პერიოდების. ნახეთ, 2023 ბევრად უფრო კარგი და ძლიერი წელი იყო 2004-თან შედარებით, იმიტომ რომ 2023-ში ჩვენ უკვე აპრილში სეზონი დავიწყეთ, სტუმრების ნაკადის შემოდინება საკმაოდ კარგი იყო. 2024-ში ტურისტული სეზონი დაიწყო სადღაც აი ივნისის დასაწყისიდან ივნისი, ივლისი, აგვისტო, სექტემბერი საკმაოდ კარგი თვეები იყო და შემდეგ უკვე როგორც ახასიათებს ბიზნეს სეზონურობა კლების ტენდენცია, ნოემბრის დასასრულიც ძალიან ისეთი რთული იყო და შემდეგ უკვე შეუერთდა დეკემბრის თვე, რომელიც უკვე დავახასიათე. 24-ში საბოლოო ჯამში ზრდა გვქონდა, თუმცა ვერ ვიტყვი, რომ ისეთი, როგორიც 23 წელი ბევრად ძლიერი და შედეგიანი წელი იყო, მე ვფიქრობ ტურისტული სექტორისთვის და სარესტორნო ბიზნესისთვის. ვინ სტუმრობენ ობიექტებს ყველაზე ხშირად? ესენი არიან ადგილობრივები, ტურისტები, რაზე აკეთებს გათვლას თითოეული ობიექტი, ორივე ობიექტის ჭრილში მაინტერესებს კონცეფციიდან გამომდინარე. დიახ. სამის და ჯგუფი ჩვენი არის როგორც ადგილობრივი აუდიტორია, ასევე ტურისტული, რა თქმა უნდა. ტურისტულიდან გამოყოფდი, რომ აი მაგალითად 24 წელს ვადარებდი, რომ ევროკავშირის ქვეყნებიდან ძალიან მცირეა ტურისტის შემოდინება, უფრო ინდოეთი, რუსეთი, აი ჩემი დაკვირვებით ამ ქვეყნებიდან უფრო გაიზარდა წილი. ხო, აი რა თქმა უნდა, ნაკადი თანაბარი, აი ვერ ვიტყვი, რომ რესტორნების ჭრილში სამის და ჯგუფები ირევა, როგორც ქართული აუდიტორია, ასე ტურისტული. კი ბატონო, რამდენად ხარჯოუნარიანია ის ტურისტული სეგმენტი, რომელიც სტუმრობს თქვენს ობიექტებს? აქ როგორი მდგომარეობაა? ზომიერად, აი ნორმალურად, თუმცა ვთვლი, რომ აი ხშირად ვერთვები ხარ მე მომსახურების პროცესში, იმიტომ რომ სურს რომ პირადი უკავშირი მქონდეს მომსახურების პროცესში და აი ევროპელი სტუმარი გააჩნია სხვანაირი ხარჯისუნარიანობა, მოთხოვნა აქვს ღვინოზე, ეს თავარი გასტრონომიული პროდუქტია ჩვენი და ამის მიმართ უფრო მეტ ინტერესს გამოხატავს, ვიდრე ის ტურისტები, ვინც ჩამოვთვალე ახლა რომ 24 წელს უფრო ჭარბად ხედავთ, ვიდრე ინდოელი ტურისტი და ასე შემდეგ. ანუ მე ვფიქრობ, ჩემი შედარებით, აი ესეთი სურათია. ევროპელები უფრო მეტ ხარჯავენ, ვიდრე სხვა ტიპის ქვეყნები და სასმელი და ღვინო, რაც ჩემთვის მნიშვნელოვანია, რომ მიეწოდოს და გაეცნოს ტურისტულ აუდიტორიას ღვინის შესახებ ინფორმაცია. ეს უფრო შემცირდა მოთხოვნა ამაზე, ამის თქმა მსურს. კი ბატონო, თქვენ ახსენეთ, რომ ევროკავშირის წილი საკმაოდ შემცირებულია და დაბალია ევროკავშირიდან ჩამოსული სტუმრების. თქვენ შეფასებით რა არის ამის მიზეზი და რა პერიოდიდან იწყება ეს ტენდენცია? ლილესთან ჭრილში უკვე საკმაოდ დიდი პერიოდია, რაც ოპერირებს და ამ მიმართულებით გამოცდილება გექნება სხვადასხვა ტურისტულ სეგმენტთან მუშაობის. აი, რა პერიოდიდან იწყება შემცირების ტენდენცია და თქვენ შეფასებით რა არის ამის მთავარი მიზეზი? დიახ, აი მე ვიგულისხმე, რომ 24-23 წლის შედარებას, როცა ვაკეთებთ, 24 წელს უფრო მეტი იყო წილი, 23 წელს შემცირებულია ევროკავშირის ქვეყნებიდან შემოსული ტურისტის სტუმრიანობა ჩვენთან.
ალბათ ეგ იმიტომ რომ უსაფრთხოების განცდა უფრო ნაკლებად აქვს ევროპელი ტურისტისთვის ეს არის ყველაზე მნიშვნელოვანი რამ როცა გეგმავს მოგზაურობას. ლილე, რეგიონში ბიზნეს პროცესების წარმოება კიდევ უფრო, ვთქვათ, სხვა პასუხისმგებლობა, ასევე სხვა სირთულეებთან და გამოწვევებთან არის დაკავშირებული. თქვენ შეფასებებით რა არის ის გამოწვევები, რაც ახლა არის ქუთაისში და რა სჭირდება ზოგადად რეგიონს კიდევ უფრო მეტი განვითარებისთვის და იმისთვის, რომ კიდევ უფრო მეტად გახდეს საინტერესო მათ შორის ევროკავშირის ტურისტებისთვის, როგორ ფიქრობთ? რეგიონებში ძირითადად გვაქვს აი მიწოდების პრობლემა. აქ არის აგროხარვი და გარკვეული ინგრედიენტების შეძენა გარკვეული პერიოდულობით გვიწევს თბილისში, შემდეგ დამარაგება და ასე შემდეგ. ანუ უწყვეტობა პროცესში რთულია. ბევრი ინგრედიენტი შეიძლება ვერ შეიძინოთ ქუთაისში სამწუხაროდ. ხო, ეგ არ არის კარგი და რაღაც გარკვეული ლოჯისტიკური პრობლემები ამასთან დაკავშირებით გვაქვს. ხო, ეს არის. კი ბატონო, შემდგომ ალბათ ხო სერვისაც აძვირებს. ფასებზეც მინდა გკითხოთ, გამომდინარე იქიდან რომ სუბსტატზე ფასები მუდმივად ზარდია და ასე ვთქვათ, კორექცია ხშირად ხდება ხოლმე. თუ გიწევთ მენიუში ფასების დაკორექტირება და გადახედვა 2024 წელს თუ იყო ამ მიმართულებით ცვლილებები? დიახ, 10-15%-იანი ზრდა გქონდა 2023-ის მენიუსთან და 2024 წლის მენიუსთან შედარებით. მცირე ცვლილება რა თქმა უნდა შევიტანეთ, იმიტომ რომ ბუნებრივია ჩვენც გაგვეზარდა ინგრედიენტებზე, მომწოდებლებთან ფასები გაიზარდა, შეიცვალა, იგივე პროპორციულობით ჩვენც მოგვიწია, რომ ფასები გაგვიზარდა მენიუში. კი ბატონო, ლილე, მინდა რომ მაყურებელს კიდევ ერთხელ ვუთხრათ და მოვუყვეთ ობიექტებზე, რომლებიც ახლა თქვენს ასე ვთქვათ მართლობის ქვეშ ერთიანდება. თითოეულის კონცეფციაზე მინდა ვისაუბროთ და რა განასხვავებს მათ. დავიწყოთ ლილესთან, რა არის მისი ძირითადი მიმართულებები და რაღაც პატარა ისტორია მინდა მოვუყვეთ ობიექტზე. მადლობა. ლილესთან არის კონცეპტუალური რესტორანი, რომელიც სტუმარს თავაზობს ქართულ ავთენტურ სამზარეულოს. ქართულ ავთენტურ სამზარეულოსთან ერთად ვცდილობთ ხშირად ჩავატაროთ დეგუსტაციები, განსაკუთრებით მცირე მარნების და იმერელი ადგილობრივი მემარნეები აქტიურად წარმოადგინოთ აუდიტორიასთან, მათი ღვინოებით და საკმაოდ საინტერესო ღვინის ბარათი გვაქვს, რომელიც ძირითადად არის დაფუძნებული იმერული ღვინის ჩამონათვალზე. და კონცეპტუალურ სივრცეა გვაქვს გამოფენები, როგორც ფოტოგრაფთან, მხატვართა, შეხვედრები ფსიქოლოგებთან, მწერლებთან და აი ასე შემდეგ. ეს არის დამახასიათებელი ლილესთან. რაც შეეხება გალას, გალა თითქმის 1 წელია უკვე რამდენიმე თვეში 1 წელი გახდება, რაც ფუნქციონირებს. ასევე კონცეპტუალური სივრცეა. გამოფენილი არის გალაქტიონის ლექსები, ნახატები, მისი წერილები ოლია ოქუჯავასთან. ასევე ინტერიერის ძალიან მნიშვნელოვანი დეტალი არის ქართული თიხა და გვაქვს პროტოტიპები დამზადებული ეთნოგრაფიული მუზეუმიდან და ვფიქრობ ერთგვარ ხიდის ეს სივრცეს მატებს. აქაც სამზარეულო არის ქართული, ავთენტური სამზარეულო და უფრო მასშტაბურია გალა ლილესთან შედარებით. ლილესთან თავისდება ჯამში 50 პერსონა, გალა იტევს დაახლოებით 100-150 პერსონის განთავსების საშუალებას იძლევა. კი ბატონო, რადგან გალას ოპერირების პირველი წელი აქვს და ჯერ ერთი სრული წელიც არ შეუსრულებია, საინტერესოა, რამდენად გაამართლა თქვენი შეფასებით იმ ჩანაფიქრმა, რაც გქონდათ, რა გაჩვენათ ამ პირველადმა შედეგებმა. მომხმარებლის მათ შორის სტუმრების ინტერესი რამდენად გამოიწვია? გალას ეს გამომრჩა, რომ მე თქვა, ერთ-ერთი დამახასიათებელი ნიშანი არის ის, რომ ყოველდღიურად არის ცოცხალი მუსიკა გალაში და აი ამან ძალიან დიდი გავლენა მოახდინა გაყიდვებზე. ლილესთან ჩვენ ამის შესაძლებლობა არ ვქონდა იმდენად მცირეა სივრცე, რომ სამწუხაროდ ეგ ვერ შევწელით და გალას შემთხვევაში ვფიქრობ ის, რომ გალამ შეძლო მომსახურება ძირითადად ზაფხულის პერიოდში ვქონდა 100%-იანი დატვირთულობა. ძალიან ბევრი სტუმარი გვყავდა, როგორც ტურისტი, ასევე ქართველი და ეს ქართული სამზარეულო ასევე ვფიქრობ, რომ ძალიან გემრიელი კერძები გვაქვს. აი ერთობლიობაში საინტერესო გარემო, გემრიელმა კერძებმა, ცოცხალმა მუსიკამ შეძლეს ის, რომ ძალიან კარგი შედეგები წარმოიშვა ისტორიულ პერიოდში. კი ბატონო, ძალიან გვაყოფილი ვარ ამის გამო. ლილე, ჯამში უკვე რამდენ ადამიანს ასაქმებს ორივე ობიექტი, მათ შორის ახალი ობიექტის ჭრილში რამდენი დასაქმებული დაიმატეთ და ხშირად არის ხოლმე კადრების მოძიების პრობლემა მომსახურების სფეროში, განსაკუთრებით სტუმარმასპინძლობის სფეროში. თქვენ შემთხვევაში თუ იყო ეს სირთულეებთან დაკავშირებული?
ორივე სივრცეში არის 18 პერსონა დასაქმებული. სირთულე რა თქმა უნდა არის, რადგან გვაქვს სტაბილური გადინება. ზაფხულის პერიოდში მაგალითად სხვა კადრები მუშაობს, ზამთრის პერიოდში სხვა კადრები, იმიტომ ეს ბავშვები მიდიან ხოლმე გულისხმობ ძირითადად ფრონტის კადრებს. გერმანიაში მუშაობენ, შემდეგ ვიბრუნდებიან სექტემბერში და ამ მხრივ გარკვეული როტაცია გვაქვს. თუმცა რთული არის, მაგრამ არის მაინც შესაძლებლობა, რომ ძირითადად ადგილობრივები გვყავს, სრულად დასაქმებული ორივე სივრცეში. რამოდენიმეჯერ მქონდა მცდელობა უცხოელი ჰოსტების, ქუთაისში აქტიურად ცხოვრობენ ინდოელები, მათი დასაქმების და აქაც ღია ვართ. ამიტომ ცოტა რთულია კადრები ბოლო პერიოდში, მაგრამ ასე თუ ისე მაინც ვაგვარებთ, უკვე ბაზებიც გვაქვს, გამოცდილებამ ეს რესურსის შექმნა და ასე თუ ისე ვახერხებთ. კი ბატონო, ჩვენ საუბრის პროცესში ვახსენეთ, რომ რთულია მიმდინარე მოვლენების ფონზე დასახო გეგმები და სამოვალ პერსპექტივებზე ვისაუბროთ. თუმცა საინტერესოა მაინც რა არის ის მიზნები, რაც დაგრჩათ შესასრულებლად და როგორია მოლოდინები 2025 წელთან დაკავშირებით. ასევე საინტერესოა როგორ დაიწყო ეს პირველი პერიოდი 2025 წლის. აი როგორც განწყობა იგივე მაქვს, სამწუხაროდ არ მაქვს კარგი განწყობა და ვერ ვიტყვი რომ ესეც ძალიან ოპტიმისტი ვარ, არა რეალურ შედეგებზე დაყრდნობით, მე ვფიქრობ ძალიან რთულია ახლა იყო ოპტიმისტურად განწყობილი პროცესების მიმართ. ჩვენი მიზანი წინა წლის ბოლო პერიოდში რაც დავისახეთ, ვიგეგმებოდით რომ გერმანიაში უკვე გვემუშავა კონცეფციაზე, ან გალას მსგავსი კონცეფცია შეგვექმნა. ყოველ შემთხვევაში ქართული ავთენტური სივრცე შეგვეთავაზებია გერმანიის რომელიმე ქალაქში აუდიტორიისთვის და ვფიქრობ, რომ ამაზე უფრო მეტად გავაქტიურდებით და მომდევნო რამდენიმე თვის განმავლობაში ვფიქრობ ამ მიმართულებით გარკვეულ შედეგსაც დავდებთ. მოკლედ, საერთაშორისო ბაზრებზე ხო საუბარი, საერთაშორისო ბაზრებზე გასვლას გეგმავთ. ეს იდეა საიდან გაჩნდა, რატომ გადაწყდა, რომ საერთაშორისო მასშტაბით გაფართოებულიყავით და რატომ დაისახა ეს გეგმა? მე ვფიქრობ, რომ ქართულ სამზარეულოს აქვს ის ავთენტური, უნიკალური თვისება, დამახასიათებელი გემო, ენმერული მომსახურებაც ვფიქრობ, რომ განსაკუთრებით ისეთი სასიამოვნო და ღიმილიანია და ეს კონცეფცია ერთობლიობაში თან ამავდროულად ვაკვირდები, რომ საკმაოდ ბევრი რესტორანი არის, სადღაც 15-მდე რესტორანი, როგორც მოვიგულია ინფორმაცია ბერლინში და ასე თუ ისე როგორც ჩანს აუდიტორია იცნობს ქართულ გემოს და როგორც ჩანს მოთხოვნაც არის. ანუ ჩვენც ვართ ახლა მოკვლევის პროცესში ამასთან დაკავშირებით და რაღაც ალტერნატიული შემოსავლები ძალიან მნიშვნელოვანი და აუცილებელია განსაკუთრებით იმ ფონზე, ხა რაც დღეს ჩვენს ქვეყანაში ხდება. ამან კიდევ უფრო გაამძაფრა ამის სურვილი. კი ბატონო, საერთაშორისო ეს ვთქვათ ბაზარი იქნება სტაბილურობის ერთ-ერთი მთავარი გარანტია. როდისთვის ვფიქრობთ 2025 წელს თუ მოესწრება ამ გეგმების სისრულეში მოყვანა? ძალიან დიდი იმედი მაქვს და მუშაობთ ამასთან დაკავშირებით, უკვე ვართ ფართის მოძიების პროცესში და იქნებ ვფიქრობ 4-5 თვეში გარკვეული შედეგი აუცილებლად უნდა დავდეთ. რა სახელით იქნება იქ წარმოდგენილი თქვენი ობიექტი? ლილესთან გალას გაგრძელება ხომ არ იქნება თუ სრულად ახალ კონცეფციაზე იმუშავებთ? არა, ვფიქრობ რომ ახალზე არა, ეს იქნება გალას კონცეფციის აბსოლუტური კოპირება. თავისი მენიუთი, თავისი ვიზუალით, სრულად კონცეფციის. კი ბატონო, მოკლედ გალას უნდა ველოდოთ უკვე გერმანიის, კერძოდ ბერლინის ბაზარზე. ლილე, ძალიან დიდი მადლობა თქვენი დროისთვის. ამ გეგმების განხორციელებას დაველოდებით და უკვე მოვიკითხავთ ბერლინში არსებულ რეალობას გალას ჭრილში. მადლობა კიდევ ერთხელ. ძალიან დიდი მადლობა თქვენ გისურვებთ წარმატებებს. კარგად გრძელდებოდეთ. მადლობა. მადლობა ლილე მაგლაფერიძე, ლილესთან და გალას დამფუძნებელი იყო ჩვენი სტუმარი ახლა.